მეგობრებო, მასთან მივდივარ და ვეუბნები. პატარაო, ეს შენთვისაა. ძალიან ბევრი ფული დავხარჯე და ხო. დიმა, შენ ფეხბურთელი ხარ, რეპერი კი არა. დიმა, ეს ძალიან ცუდია. დიანას არ მოეწონება. უფრო მაგარი სიტყვები გჭირდება ასეთი მაგარი საჩუქრისთვის. დიმა, და თუ ტექსტი ცუდია, კარგი ცეკვა გჭირდება. ხო, სვიშ. ბიჭებო, გაგიჟდით, ეს გოგოების ცეკვაა. დიანა ამას ვერ გაიგებს. გოგოების ცეკვა? მგონი დიანას მოეწონება. მარიუს, ანახე რა ლამაზი დიზაინია ფრჩხილებზე. ჯული, მანახე. ჯიჯი. გოგოებო, ამას შეხედეთ, ბიჭები რა ცეკვავენ. სვიშ. არც გამოსდით. აბა გოგოებო, მოდი ვაჩვენოთ, კარგი? კოსტა, მოდი, შემოგვიერთდი. გოგოებო, ნახეთ, იქ რაღაც არის შეფუთული. ეს საჩუქარი იქნება. გოგოებო, მე მგონი ეგ არტემმა იყიდა და არტემს მე მოვწონვარ. მეგობრებო, საჩუქარი. არტემ, რას გულისხმობ? ეს ჩემთვის არ არის? არტემ, მე გთხოვე რომ საჩუქარი ხელებში დაგეჭირა. ამ მანიაკებს შეხედე. გრუშა, არ შეეხო, დიმამ ერთი კვირით გააქირავა მანქანა რომ ეს საჩუქარი ეყიდა. ხო, კარგი, არც მჭირდება, ხარბები. რა იყო ჯული, ჩაფლავდი? საჩუქარი არ გაქვს? გოგოებო, თავი დამანები. თქვენ გირჩევნიათ ტექსტზე და ცეკვაზე დაგვეხმაროთ დიანასთვის. იმიტომ რომ ჩვენი სვიშ ცეკვა არ არის ძალიან კარგი. მეგობრებო, გადავწყვიტი, არაფერს არ ვირეპეტიციებ, არც ტექსტს, არც სიმღერას. მე ვარ ნამდვილი საჩუქარი და უნდა დააფასო. მართალია დიმა, ისეთი უნდა უყვარდე როგორიც ხარ. ხო, მაგარი და ავტორიტეტული. დიმა, ამდენი ფული არ უნდა დაგეხარჯა, ჯობდა კაფეში წაგეყვანა. შეხედე, სპორტსმენები არიან იქ. მათ არ შეეხო სასადილოში წავიდე. რატომ არა? ჰეი! კალათბურთელები აღარ არიან ტრენდში. კარგით რა, კალათბურთელები ყოველთვის ტრენდში არის. შენ არც ყოფილ ხარ მოდაში და არც არასდროს იქნები. რა? გამარჯობა. ჩვენს გოგოებს ვესალმებით, მარუსა. ხო, მართალია, მარუსებს დაუქნიეთ ხელი. თუ გავიგებ რომ ისევ რქებს აკეთებ, დაგიმტრო მაგ ჩაფხუts. და შენი მრგვალი ბურთიც შორს გაფრინდება. კალათბურთელებო, თქვენი არ მეშინია. მეც პოპულარული ვარ და დიანას ძვირიან საჩუქრებს ყიდულობ. რომელ ძვირიან საჩუქრებს? ჩუპაჩუპს გულისხმობ? არა, ბევრი დახარჯა, დიანას დღეს უნდა მისცეს. ხო, ის დიანასთან მარტო სარგებლისთვის არ არის. გოგოებს საჩუქრები მოწონთ და არა ცარიელი სიტყვები. ხო, დიმას უყვარს და აფასებს დიანას შენგან განსხვავებით. მალე ისიც მიხვდება რომ დიმა შენზე უკეთესია. შენგან უკვე მართლა ძალიან დავიღალე. სმაილ, დამშვიდდი, სასადილოში წავიდეთ. კარგი, დღეს იღბლიანები ხართ. კალათბურთელები აღარ არიან ტრენდში. კალათბურთელები აღარ არიან მოდაში. გოგოებო, ნახეთ ბროასტიმ რა მომცა. რა საყვარელია. ჯანდაბა, აბა მე სმაილი არაფერს არ მჩუქნის. დიმას რო ხვდებოდი, ყოველთვის მოქონდა ხოლმე რაღაც. ტკბილეული ყვავილები, ბაჭია, ან დათუნა, სამკაული, მაგრამ სმაილი. აბა მე არც მithოვია ბროასტისთვის, თვითონ მიხვდა რაც მინდოდა. დიანა, იცი რა? სმაილი უბრალოდ ნარცისია. შენ რამდენი საჩუქარი აჩუქე და მან საერთოდ გაჩუქა რამე? იცით რა გოგოებო, სმაილი ძალიან ძუნწია. დიანა, შენზე ზოგავს ფულს. რამდენჯერაც სახლში მივდივარ, ხედავ რომ კაფეში მილკშეიქს ვოს და პანაკოტას ჭამს. გოგოებო, ამაზე საუბარი აღარ მინდა. იცით რა, შეიძლება სმაილი ძუნწია, მაგრამ მას შეუძლია დამიცვას და დიმას არ შეუძლია. ერთხელ რაღაც ბნელ ადგილას გავდიოდით და დიმამ იცით რა ქნა? გაიქცა, ისე ჩქარა როგორც შეეძლო, იმიტომ რომ შავი კატი შეეშინდა. ჯანდაბა დიანა, ვერავინ შეგაცვლევინებს აზრს. თუ გინდა რომ ამ ძუნწ ბიჭს ხვდებოდე, მაშინ კარგი, მიდი. გოგოებო, ვივარჯიშოთ და წავიდეთ სახლში. ხო, წამო. დიანა, იქნებ დაშორდე ამ ძუნწ ბიჭს. ნასტია, თავი დამანებე, არავის არ დავშორდები, ჩემი ცხოვრებაა და არ ჩაერიო საერთოდ, გაიგე? ხო, კარგი, უბრალოდ დახმარებას ვცდილობდი. სმაილ, რა გჭირს ხასიათზე? აცადე რომ დაგცინონ, უბრალოდ შენი შურთ. ბრაუს არ გესმის, დიმამ დიანას ძვირიანი საჩუქარი უყიდა და მე ფინანსურად მიჭირს, მისთვის ჯერ ერთი საჩუქარიც არ მიჩუქებია. არა უშავს, როდესაც უკეთესად იქნები, აჩუქებ საჩუქარს. ვერ ხვდები? სანამ ფულით უკეთესად ვიქნები, დიმა მას იმდენ საჩუქარს აჩუქებს, რომ მე მიმატოვებს. და რა, აღარ უნდა ვჭამოთ? მე არ მინდა ჭამა. არ შეწუხდე, უბრალოდ მოიპარე დიმას საჩუქარი და შენ მიეცი დიანას. შენ რა გჭირს? მაგრამ ისე კარგი იდეაა. დიმას მშობლები მაინც მდიდრები არიან, მანქანა უყიდეს. ხო, ყოველთვის აძლევენ ფულს და უყიდეს ახალ საჩუქარს. კარგი ბრაუს, შენ დამეხმარები? არაა პრობლემა, პინგვინებს ყურადღებას გაუფანტავ და შენ საჩუქარს აიღებ. მორჩა ბრაუს, შენს გარეშე რა უნდა გავაკეთო? მიდი დიმა, დაიჭირე.
ვაუ! ხო, მეგობრებო, ვაუ, ახლა ვარჯიში მაქვს. არტემ საჩუქარს ყურადღება მიაქცია. ვარჯიშის მერე უნდა მივცე დიანას. კარგი, შევთანხმდით. ხო, დიმა, ჩვენ დავიცავთ. თვალები არ მოაშოროთ, ჩვენ ვარჯიშზე ვიქნებით. კარგი, კოსტა და დიმა ჩვენი მეგობრები არიან. ხო, ჩვენი მეგობრები კარგი ტიპები არიან. მეგობრებო, აქ რასაკეთებთ? კატლეტებია სასადილოში. ხო, მიდით აიღეთ, ყველაზე დიდები დაგიტოვეთ. სოუსი არის, წიწიბურაც არის, სოუსიც არის და წიწიბურაც და ალუბლის წვენიც. ჯანდაბა, ეს შეფუთვა სად დავტოვოთ? რა პრობლემაა შეფუთვაში? აქ დატოვეთ და სასადილოს მერე აიღეთ. არა, დიმამ გითხრა რომ ის დაგვეცვა. შეფუთვა არ უნდა დავტოვოთ. კარგი, მეგობრებო, ჩვენ დაგეხმარებით. ჩვენ დავიცავთ და სასადილოს მერე მოგცემთ. მართლა? ამას იზამთ? ხო, დავიცავთ, რა თქმა უნდა. მიდით, ჭამეთ თქვენი კატლეტები წიწიბურით. მადლობა მეგობრებო, ძალიან დაგვეხმარეთ. არტემ, გონი ჩვენთან მეგობრობა უნდათ. კარგი მეგობრებო, წავიდეთ, დიდი კატლეტები დაგვიტოვეს. ბროვასტი, ხელი მომეცი. მისმინი, არ ვიცოდი ასეთი პოსტნეულები თუ იყო. ხო, შენ ეგ თქვი. მოპარვაც არ დაგჭირდა, თვითონ მოგცეს. წავიდეთ და დიანა გავახაროთ. შენ მიცემ საჩუქარს. ხო, წავიდეთ. მიდით გოგოებო, 1 2 3 4 1 2 3 4. მაღლა, გვერდზე, ქვევით. სმაილ, ხედავ იანა როგორი ბედნიერია, დღეს ყურსასმენები ვაჩუქ. მალე დიანაც ბედნიერი იქნება. ზევით, გვერდზე, ქვევით. კალათბურთელებო! სმაილ, ბროვასტი. დიანა, რა ხდება? მუშაობს ყურსასმენები. კი, ბროვასტი. დიანა, დიდი ხანია შენთვის არაფერი არ მომიცია, ამიტომ აიღე. სმაილ, მადლობა, რა სიურპრიზია. ნეტარადებს შიგნით. გინდა? ხო და ნახე, მგონი მოგეწონება. გოგოებო, ნახეთ, სმაილმა საჩუქარი მიყიდა. დიანა, რა არის? აბა ვნახოთ. 5. ვაუ! პატარა დათუნიას ყელსაბამია, რა მაგარია. სმაილ, ძალიან კარგია, რომ დიანას ასეთ საჩუქრებს ჩუქნი. ძალიან მომწონს, ბავშვებო, შეხედეთ. დათუნა მოგწონთ? კი, ძალიან. კარგით, აბა კიდევ ვნახოთ რა არის აქ. პატარა 5. სმაილ, შენზე დაქორწინება უნდა მთხოვო? რა სიურპრიზია. ვაუ, სმაილი, რა მაგარია. ვაუ. სმაილ, ძალიან მომწონს. მადლობა, საუკეთესოა. ესე იგი დიმა ასეთ საჩუქრებს ყიდულობს? ხო, მეც შოკში ვარ. სმაილ, ძალიან მომწონს, დათუნები არის ყველგან, ძალიან მაგარია. ბროვასტი, მეც მინდა დათუნიას ყელსაბამი. იანა, მოიცადე, შემდეგ წელს შენც გიყიდი ასეთს. სმაილ, ასეთი დიდი რატოა? ასე უნდა იყოს? რა თქმა უნდა, ეს შენი თავის დასაცავადაა, კასტეთს ეძახიან. მაგარია, სმაილ, დღეიდან საკუთარ თავს დავიცავ. კარგით, გეყოთ ამ საჩუქრების ყურება. ხო, თორემ ვეღარ ვივარჯიშებთ ამ საჩუქრების გამო. კარგი, სმაილ, ძალიან დიდი მადლობა, ყველაფერი ძალიან მომწონს. ახლა უნდა ვივარჯიშოთ. ბროვასტი, იცოდე ველოდები ჩემს დათუნიას, კარგად? კარგად. აბა გოგოებო, მოდით, კარხასიაძე ვარ, დავიწყოთ. ზევით, გვერდზე, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ. მაგარია, სმაილ, მართლა უნდა აგვეღო შეფუთვა. ხო, მთავარია ვერაფერს ვერ მიხვდე. კარგით გოგოებო, ახლა ნახტომებს გავაკეთებთ, მოემზადეთ. 1 2 3. თქვენ საერთოდ რა გჭირთ? სად არის ჩემი შეფუთვა? ჩვენ აქ ვიყავით. შეფუთვა კალათბურთელებს მივეცით. სასადილოში კატლეტები იყო. კატლეტები? ჩვენთვის არ წამოიღეთ? არა. კარგი, კატლეტები არ მადარდებს. სად არის შეფუთვა? ამათ შეხედე. კარგი, მოდი მივცეთ შეფუთვა. კალათბურთელები. მეგობრებო, სად იყავით? თქვენ გეავდებოდით. აიღეთ თქვენი შეფუთვა. დიმა, შეხედე, კალათბურთელებს აქვს შეფუთვა. ხო, ხედავ, მომეცით. მეგობრებო, არ მესმის, რანაირად მიეცით დიანას საჩუქარი კალათბურთელებს. სმაილ, მოდი, ვარჯიშზე უნდა წავიდეთ. კარგით, მეგობრებო, ნახვამდის, შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ. დიმა, შეწყვიტე ჩვენთვის ყვირილი და მიეცი ეგ საჩუქარი დიანას. დიმა, რო გწოდნოდა რომ გვიყვირებდი, უფრო დავმეგობდებოდით კალათბურთელებს. ჯანდაბა, რა პინგვინები არიან. მორჩა კოსტა დიანას მიულოცა. ხო, მიდი, მე გამოვიცვლი. დიმა, დამშვიდდი, დიანას მოეწონება შენი საჩუქარი. მოდით, გოგოებო. გვერდზე, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით, ქვევით. ჯანდაბა, რატომ მოწონს დიანას ეს კალათბურთელი? დიანა, გამარჯობა. მარჯვენა, მარცხენა. დიმა, გამარჯობა. დიანა,
ეგ შენ საიდან გაქვს? რა? ეს სმაილმა მაჩუკა და თავისი ბეჭედიც მოყვება. შეხედე რა მაგარია. მოგწონს? ხო, მაგარია. დიმა დღეს უცნაურად იქცევა. კარგით, გოგოებო, მოდით გავაგრძელოთ და ახლა ახალი მოძრაობა, დავიწყოთ. მოიცადე კალათბურთელო, ახლა ჩემი ჯერია. ჯული და ჯიჯი, რას ფიქრობთ, გავხართ? არტემ, გაგიჟდი? ახ, არტემ, შარში ხარ. მიდი ჯული, მიდი დაიჭირე. მოდი აქ არტემ. აი არტემ, ამას შეხედე, აი ეს ნახატი შენ ხარ, გაიგე? არტემ, მოდი აქ. არტემ! მიდი ჯული დაიჭირე და უჩვენე ჩემ გამოც გუშინ მეც დამხატა. არტომ, გაიქეცი, ჯული არტომს ვერასდროს დაიჭერს. არტემ, გადავხატე რა არის ეს? მიდი ჯული, მიდი, აი ახლა აქ დავამთავრებ ჩემს საქმეს და შემოგიერთდები. კარგი რა, შენ ხო დამხატე, დაწყნარდი. არტომ, მე დაგიცავ, ჯული, შენ აქ მოდი, ერთი-ერთზე. ხო, ჯული, მიდი აბა. ღმერთო ჩემო, პატრიკ, შენ ბიჭი ხარ და ახლა გოგოს უნდა შეებრძოლო? კაი რა. პროვასტი, ტოპებს ვათვალიერებდი, არის ვარდისფერი, ყვითელი და წითელი და რომელი ავირჩიო? რომელიც გინდა. არ გადარდებს რა ტოპი მეცმევა? კარგი, მაშინ ყვითელი. ჯანდაბა სმაილიკ, მართლა შოქში ვარ. საერთოდ არ გვაქვს მე და შენ დრო რომ პაიმანზე წავიდეთ, ან თუნდაც კინოში. ყოველთვის ეს შეჯიბრები და ვარჯიშები გვაქვს. ძალიან დავიღალე. ხო, და ფილმის ანახავად როდის წავალთ? მისმინე სმაილიკ, ჩემთან სახლში მოდი და ერთად უყუროთ ფილმს ჩემ ოჯახთან ერთად. ოჯახთან? ხო, დედა ჩემს არ ადარდებს. 1 2 დიანა, მისმინე, გასაგებია რომ შენ და იანას ძალიან სასიამოვნო საუბარი გაქვთ, მაგრამ იქნებ შემოუერთდეთ ვარჯიშს. დიანა, ხო არა უშავს, შენ კაპიტანი ხარ, მიდი უთხარი. იანა, არ ენერვიულო, მე მოვაგვარებ. ლეილა ძალიან კარგად გამოგდის, ოჯახ გააგრძელე ვარჯიში, მე და იანაც ერთ წამში მოვალთ, გიყურები ცოდე. მისმინე, კაპიტნის გარეშე არ ვივარჯიშებ, ამიტომ იანა და დიანა, მოდით შემოგვიერთდით. დიანა, სიმართლე რომ გითხრა, ლეილა მაღიზიანებს. არა მართალია, უნდა ვივარჯიშოთ, მე ხომ კაპიტანი ვარ. კარგი, სმაილიკ, მაშინ კაფეში გნახავ. ოღონდ ცეზარის სალათი ამიღე, დიეტაზე ვარ. კარგი. იანა, წამო, ძლივს. კარგით, გოგოებო, ახლა დავიწყებთ ვარჯიშს. ოღონდ ჯერ ვიწყებთ ჩვენი გაწელვებით. მოდით, ხელები ზევით, ქვევით, შემდეგ, ხო, მორჩა, კარგად. გავაგრძელოთ. ქვევით, მარჯვენა ფეხი გვერდზე, ახლა მარცხენა. ღმერთო, შოქში ვარ, რანაირი ფეხბურთელები თქვენ ხართ? ამ სიტუაციას რეალურად შეხედეთ. დიმა, გამაგიჟებ შენ საერთოდ, ვერაფერს ვერ აკეთებ. კნოპა, ასე მარტივი სათქმელია, ბევრჯერ ვცადე, არ გამომდის, ეს კალათბურთელები კერკეტი კაკალივით არიან. ხო, კერკეტი კაკალი. ანუ უბრალოდ ამ ჩაფხუტებით სიარული მოგწონთ? ამერიკულ ფეხბურთს თამაშობთ პირველ ყოფილებივით? მე უნდა გაგიმკლავდეთ ახლა? ჩვენ ვართ დებილები? კნოპა, ეს მტკივნეული. ხო, ძალიან მტკივნეული. ღმერთო, ვერც გენდობით რა, ყველაფერი ჩემით უნდა გავაკეთო? ხალხო, მოვედი. ოხ, ძლივს. კარგი, მოიტანე? კი, კნოპა, მოვიტანე და სხვათა შორის ძალიან ძიმეა. მე ამას აღარ ვათრევ. მისმინე, მე ვწყვეტ აქ შენ რას გააკეთებ და რას არა. მომისმინე კნოპა, გეყოფა რა ტრაბახი, თორემ აღარ დაგეხმარები საერთოდ. გამარჯობა ბიჭებო. დიმა, მიდი, აიღე. ღმერთო ჩემო, ეს რანაირი ბიჭები არიან? გეუბნები პირველ ყოფილები. კარგი, მოусმინეთ ახლა ჩემ გეგმას და არც გაბედოთ ჩაფლავება. კნოპა, შენ თუ ამას გააკეთებ, 1 კილოგრამ ნაყინს გიყიდი. ამას ვერ გააკეთებს. მომისმინეთ თქვენ ჩაფხუტიანებო, მიყურეთ და ისწავლეთ, გამომყევით. ეს გოგოები თავიანთ თავზე რას ფიქრობენ? ხო, კნოპა ხისტოტივით პატარაა, მაგრამ მაინც უფროსობს. კარგი, წავიდეთ. ბიჭებო, დაწერეთ რაც გითხარით? არა, ერთი წამით. ვაიმე, ამორს ვერაფერს ვერ ანდობ. კარგი, კნოპა, წავიდეთ, საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ჯიჯი! ღმერთო ჩემო, გიჟები! ხო არა, გიჟები! წავედით. მისმინე და რო არ გამოგვივიდეს მერე, გამოგვივა, მაგრამ კალათბურთელებმა თუ გაიგეს, მოგუკლავენ. არა, არ მოგუკლავენ. იცი რა, კნოპა, მაინც ნერვიულობ. მისმინე, თუ ნერვიულობ, მეგობრები აღარ ვართ. გასაგებია ყველაფერი? კი, გავიგე. კარგი, მაშინ წავედით. მორჩა, შეტყობინება მზადაა. მზად ვართ მოქმედებისთვის. კარგი, ამ ჰიპოპოტამს ხო ხედავ. ესე იგი, დიმა, შენ გააკეთებ ამას. ეს სმაილიკის კარადასთან უნდა დადო. გასაგებია? რა საყვარელია, მეც მინდა ასეთი.
საკმარისია შენი მეც მინდა. მე სმაილს უნდა მივაკრა? არა დიმა, ჩემთან უნდა დადო, რა თქმა უნდა სმაილიკთან აიღე. კარგი, მაშინ სმაილთან დავდე და დიანასთან ვინ უნდა დადოს? მაგას ჩვენ გავაკეთებთ. ხო, ჩვენ იმიტომ რომ თქვენ ჩაფხუტიანებს ვერ გენდობით საერთოდ. კარგი ნასტია, დაწყნარდი. კარგით, აიღეთ შეტყობინება. კარგი, წავიდეთ დიმა, დავდოთ ეს ბეჰემოტი გასახდელში. წავიდეთ. და რა არის ამ ყუთში? ნასტია, შენი საქმე არ არის, რაც ამ ყუთშია. აუ, ბრაუს, გონი დიანა მიყვარდება. ხო გითხარი, დიანა და იანა ყველაზე მაგრები არიან და ჩვენ ყველაზე მაგარ გოგოებს ხვდებით. ხო, მაგრამ ჩვენი კლასელებიც მაგრები არიან. ხო, მაგრამ ჩვენს კლასელებს ჩვენთან არ უნდათ. რა თქმა უნდა, ისინი ხო 20 წლის ბიჭებს ხვდებიან. საით მიექანება ეს სამყარო? რატომ მოწონთ გოგოებს უფროსი ბიჭები? ბრაუს, მათ მანქანები აქვთ და ფული, ჩვენ კიდე უბრალოდ სკოლის ბავშვები ვართ. არა უშავს, დავამთავრებ სკოლას და მანქანაც მექნება და ფულიც. ო, ბროასტი, კარგი რა. ახლა არ გამაცინო. მისმინეთ გოგოებო, იცოდეთ გუნდიდან გავალთ, ასე გააგრძელებთ თქვენ ბიჭებთან ყოფნას. რა იყო ლეილა გშურს? არა, არ მშურს. და რატომ გაწუხებს? შენც კი პოვით ბიჭს, თან ვინმე უაზრო კი არ გინდა, შენთვის უნდა ვიპოვოთ მართლა საუკეთესო. და თან მალე ბევრი შეჯიბრება გვექნება და იქ ძალიან მაგარი ბიჭები იქნებიან და შენ საუკეთესოს შეხვდები, მართლა გეუბნები დამიჯერე. ხო, ლეილა და შენც ჩვენაირად იქნები შენ ბიჭთან. მართლა გოგოებო? კი! კარგით გოგოებო, მოდით ვივარჯიშოთ. კარგით დავიწყოთ. გახურება დამთავრდა. ახლა ხტომები დაიწყება ზევით, გვერდზე, ქვევით. მანქანები, ფული, გოგოები. კოსტა, მოდი ვნახოთ იქით რა ისმის. ჩირლიდერები არიან, წავედით. კარგი კოსტა, კარებს უყურებ. დიმა, რა ხდება? დადე ბეჰემოტი და შეტყობინება. კოსტა, აქ ბრაუსი. ვერ ხედავ რო ძინავს? ხედავ. კარგი, დახურე კარები, წავედით. 1 2 3 4 5 6 7 8 1 2 3 4 კარგი ბრაუს, წავიდეთ სასადილოდ. მანქანები, ფული, გოგოები. ბროასტი, შეწყვიდეთ ძილი, სასადილოდ წავიდეთ. ხო, ბოდიში მესიზმრებოდა. შეწყვიდე სიზმრები, უფრო რეალისტური იყავი. ო, ეს რა არის? ისევ ფანები? არ ვიცი, იქნებ ეს ჩემთვისაა. სმაილ, ეს ჩემგანაა საჩუქარი. გაკვეთილების მერე, საპირფარეშოში დაგელოდები. სიყვარულით. კარგი, სიყვარულითაა, ესე იგი დიანასგანაა. წავიდეთ, მე ძალიან მშია, შევჭამოთ. კარგი, შევჭამოთ, მაგრამ მერე დიანას უნდა შევხვდე. გოგოებო, დღეს ვარჯიში შესანიშნავი იყო. წავიდეთ ახლა კაფეში. გეთანხმები წავიდეთ. მოიცადეთ გოგოებო, ეს რა არის? ვაუ, გოგოებო, მე მგონი ჩვენი ფანებისგან არის საჩუქარი. დიანა, ეს საჩუქარი ჩემგანაა. გაკვეთილების შემდეგ საპირფარეშოში შემხვდი, ძალიან მნიშვნელოვანია კოცნი. ვაიმე, გოგოებო, ეს სმაილიკისგანაა. ხო. ვაუ! დიანა, რა საყვარელია? ხო, თან ჩემთვისაც, თან საყვარელია. დიანა, დამალე ეგ შენ ნათურა არ მაინტერესებს. ხო, მე თან მშია. ღმერთო, სმაილიკი რა საყვარელია. იცოდა რომ ზუსტად ეს მომწონდა და მიყიდა, შეხედეთ რა. ხო, კარგი, გოგოებო, წავიდეთ ვჭამოთ, მეც ძალიან მშია. მორჩა, სმაილიკი ჩემი გახდება. დიმა, მოამზადე ნაკინი. ნობა, ჩვენ ჯერ არ ვიცით ეს როგორ დამთავრდება. ხილად იყავ, ის შეიძლება მაინც დიანას დაუბრუნდეს. ეგ არ მოხდება. კარგი, მე წავალ დიანას და სმაილიკს დაველოდები. მას კარგი ნერვები აქვს. დიმა, აქ შენთან მეგობრობის გამო ვარ. არა უშავს, როცა დიანა მე დამიბრუნდება, ამ სმაილს ვაჩვენებთ. მორჩა, დიანა, ახლა სმაილიკი ჩემია. კნოპა, აქ რას აკეთებ? ეს საზოგადო საპირფარეშოა. მოვედი რომ მაკიაჟი გავისწორო და წავალ. კარგი. მომისმინე, აქ რატომ დგახარ? მოაგვარე და წადი. უყურე ერთი სმაილიკ, ნუ მეუბნები რა გავაკეთო. ვინიმალება, დიმა და კოსტია. აბა შეწყვიდეთ ჩემი გამოყოლა, კარგით? რანაირად ხო, იქნებით? დიანა, გააგრძელე სიარული. კოსტა, მოიცადე, დამშვიდდი, დიანა დამიბრუნდება. სმაილიკ, გამარჯობა. უი, კნოპა, შენც აქ ყოფილ ხარ. სმაილიკ, მივიღე შენი წერილი, ძალიან საყვარლობაა, მადლობა. და მადლობა შეტყობინებისთვის. მისმინე კნოპა, შეგიძლია ცოტა ხნით გარეთ გახვიდე? მე და სმაილიკს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე გვაქვს სალაპარაკო. მე გარეთ გავიდე? სმაილიკ, არ გინდა დიანას სიმართლე ვუთხრათ? კნოპა, რაზე ლაპარაკობ? მოიცადეთ, ეს რაღაც ხუმრობაა? კნოპა, რა ხდება აქ? მე მეგონა რომ შევრიგდით.
კი დიანა შევრიგდით, მაგრამ მინდა რომ სიმართლე იცოდე. მე და სმაილი კი წყვილი ვართ, არა? ნობა, რაზე ლაპარაკობ? ჩვენ არ ვართ ერთად. დიანა, მას ნუ დაუჯერებ. ღმერთო რა დებილები ხართ, დიანა, რამე წერილი გაუგზავნე სმაილიკს? არა, არ გამიგზავნია არაფერი სმაილიკისთვის, რა ხდება? მოიცა, შენ არ გამოაგზავნე, არც მე არ გამომიგზავნე. მართალია, იმიტომ რომ მე გამოგიგზავნეთ, რომ სიმართლე მეთქვა, მე და სმაილიკი წყვილი ვართ. არა, კნოპა, ბოდიში, არ მიყვარხარ, მე მივხვდი, რომ დიანა მიყვარს. მოიცადე, ანუ ეს ყველაფერი, საჩუქრები, ეს შენი დაგეგმილი იყო? სმაილიკ დიანას იგეშინია? სიმართლის თქმის გეშინია? კარგი, ამაზე მოგვიანებით დაგელაპარაკებით და დიანა, რომ იცოდე, ჩვენ მეგობრები აღარ ვართ. ღმერთო ჩემო, რა ხდება? ძალიან დავიღალე. ანუ კნოპას ისევ შენ უყვარხარ, სმაილიკ? კი, როგორც ჩანს. იცი რა სმაილ, ძალიან დავიღალე. თუ გინდა შეგიძლია კნოპასთან ერთად იყო. არა, დიანა, ეს წარსულშია. მე შენ მიყვარხარ. ხო, ბავშვებო, ეს ძალიან უცნაური ისტორიაა. კნოპა ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო და ახლა ცად რომ მე და სმაილიკი დავეშორებინეთ ერთმანეთს. ნუ, კარგი. და ლაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭერეთ ზარს. წავედი, კარგად.